რისი გაშვება გჭირდებათ ახლა. მოდით ორ ვარიანტად ვნახოთ. რა არის ის, რაზეც მიჯაჭვული ხართ, ხელს გიშლით და რისი გაშვება გჭირდებათ ახლა. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. კარგად აგვირდით ახლა ორივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით ორივე ვარიანტი და ჩვენ გავიგებთ რა არის ის, რაზეც მიჯაჭვული ხართ და დროა რომ გაუშვათ, იმიტომ რომ ხელს გიშლით. პირველი ვარიანტი. ეს არის ათიანების თასები. ათიანების თასები ნიშნავს იმას, რომ თქვენი ემოცია, თქვენი ენერგია ნაწილდება ყველაზე და ყველაფერზე, ოჯახის წევრებზე, საყვარელ ადამიანებზე, ყველაზე, გარდა საკუთარი თავისა. და თქვენ გეუბნებიან, რომ ენერგიებს არასწორად ანაწილებთ საკუთარ ფუნქციას, არასწორად ანაწილებთ საკუთარ ემოციებს, რაც საბოლოო ჯამში გაძლევთ შედეგს, რომ ხართ გამოფიტული, ხართ უენერგიოდ, ხართ ცარიელი, იმიტომ რომ არ უთმობთ დროს საკუთარ თავს. მეორე ვარიანტი, თქვენ რაზე ხართ მიჯაჭვული და ნახეთ თასები, ოღონდ ახლა აქ გვაქვს შვიდიანების თასები და რაზე ხართ მიჯაჭვული და რა გიშლით ხელს ახლა. შვიდიანების თასები ამოვიდა, ხო? რასთან დაკავშირებით ხართ ილუზიებში? მოდი ვნახოთ. რომელი ილუზია გაქვთ დასანგრევი? პირდაპირ ილუზია ამოვიდა აქ. რომელი ილუზია გაქვთ დასანგრევი? ცხრიანების ხმლები. მე აქ ვხედავ ადამიანს, რომელიც ძალიან ბევრ პასუხისმგებლობებს იღებს საკუთარ თავზე, ყველაფერზე ნერვიულობს, განიცდის და ესე იგი აქ არის ცხრიანების ხმლები, თქვენი ყველაზე დიდი ილუზია. შეიძლება რაღაც ის გეშინიათ, მაგრამ გეუბნებიან, რომ ეს ილუზია კონკრეტულად რისი გეშინიათ, რომელი შიში გაქვთ დასანგრევი, ცხრიანების ხმლები, ეს არის გაუთავებელი პასუხისმგებლობები, ეს არის გაუთავებელი სიბრაზეები, ეს არის ყველაზე და ყველაფერზე ნერვიულობა, ყველაზე და ყველაფერზე განცდა, ყველაფრის კონტროლი შეიძლება, ან ბევრი რამის კონტროლი, რაც საბოლოო ჯამში აღარ გაძლევთ ენერგიების სწორად მართვის საშუალებას, ხო, როდესაც ყველაფერს აკონტროლებთ, შესაბამისად შეიძლება ენერგიები აღარ ყოფნიდეთ საკუთარი თავისთვის და მერე ეს გაბრაზებდეთ, ხო? კიდე რა არის დასაშლელი? ექვსიანების თასები. ექვსიანები ხაზე წარსული სცენარია დასაშლელი, იმიტომ რომ ხელს გიშლით ეს წარსული სცენარი და ეს წარსული სცენარი თქვენ შემთხვევაში სასიკეთოდ არ მოქმედებს. Overthinking, ძალიან ბევრს ფიქრობთ და ძალიან ბევრ რამეზე ხართ ერთდროულად გადადებული, რაც საბოლოო ჯამში ნამდვილად არ არის სწორი, არის მოსაშლელი, ეს ილუზიები ყველაფრის გაკონტროლების და ყველაფერზე ფიქრის და ნერვიულობის, მე კი გისურვებთ წარმატებებს.